ოდესმე შეხვედრი ხართ ადამიანს, რომელიც გულს გიჩქარებს და სუნთქვას გიჭერს. ადამიანს, რომელთანაც ყოველი საუბარი გამოცდად იქცევა და მათი ყოველი მზერა ან სიტყვა პატარა ჩხვლეტას გავს და გაღიზიანებას იწვევს. თუ ასეა, მარტო არ ხართ. ყველა ვხვდებით ასეთ ადამიანებს, რომლებიც გვაღიზიანებენ და გვანერვიულებენ. იქნება ეს კოლეგა, მეზობელი, ნათესავი, ან თუნდაც მეგობარი. ზოგჯერ ემოციების შეკავება უბრალოდ შეუძლებელია. მცადე კამათი, დარწმუნება, საკუთარი სიმართლის დამტკიცება, მაგრამ ამ კონფლიქტში მხოლოდ თავს კარგავდი. ზოგჯერ სახლში დაძაბული ბრუნდებოდი. გრძნობდი, რომ ჩემი სიმშვიდე და შინაგანი სამყარო სიტყვით თითებიდან მიცურდებოდა. რატომ გვაღიზიანებს ზოგიერთი ადამიანი ასე ძალიან და ზოგი კი სიმშვიდეს გვანიჭებს მსგავსი სიტუაციების მიუხედავად? დიდხანს ვეძებდი პასუხს, ვკითხულობდი ფსიქოლოგიის წიგნებს და ვუსმენდი ტრენინგ გადაცემებს, მაგრამ გამოსავალი გაცილებით ღრმა და მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. არსებობს ერთი პრინციპი, რომელიც დამეხმარა სიმშვიდის შენარჩუნებაში. მაშინაც კი, როცა ყველაზე რთული, ჯიუტი და გამაღიზიანებელი ადამიანებით ვიყავი გარშემოდგმული. და ეს პრინციპი ახალი არ არის. ის თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს დროში და ცხოვრებაში გამოცდილია. ებრაული ხალხის სიბრძნიდან და ტრადიციიდან მომდინარეობს, სადაც მოთმინება, თავშეკავება და ადამიანური ბუნების გაგება ძალიან მაღლა ფასდება. წარმოიდგინეთ, თქვენ რიგში დგახართ და თქვენ წინ მდგომი ადამიანი 10 წუთს ხარჯავს თავისი პრობლემების გადასაჭრელად. თითქოს მთელი მსოფლიო მას ელოდება. ან თქვენი კოლეგა გამუდმებით ხელს გიშლით სამუშაოში, აკეთებს კომენტარებს, რომელსაც პირად შეურაცხყოფად აღიქვამთ. თქვენი შინაგანი სამყარო იწყებს მგრევას და თქვენ მზად ხართ აფეთქებისთვის. ადრე ვფეთქდებოდი, ვყვიროდი, ვკამათობდი და სრულიად დაღლილი და გაღიზიანებული ვბრუნდებოდი. მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, ეს ენერგია ჩემია და შემიძლია ავერჩიო, როგორ დავხარჯო. სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რომ სამყარო არასდროს იქნება იდეალური და ადამიანები ყოველთვის არ იქნებიან სასიამოვნო. მაგრამ მე მაქვს არჩევანი, რა რეაგირება მოვახდინო ამა თუ იმ სიტუაციაში და როგორ ვუპასუხო. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ მშვიდობა გარემოებების შედეგია. ველოდებით ვინმეს შეცვლას და ადამიანები შეწყვეტენ ჩვენ გაღიზიანებას. მაგრამ სინამდვილეში მშვიდობა ჩვენში იწყება. გაითვალისწინეთ ძველი სიბრძნე. თუ ვერ შეცვლი ვინმეს, შეცვალე შენი დამოკიდებულება მის მიმართ. და აქ, ამ ვიდეოს ბოლომდე, მინდა გაგიმხილოთ ერთი მეთოდი, ერთი შინაგანი ჩვევა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ მშვიდობა და წონასწორობა ყველაზე რთულ ადამიანებთანაც კი. და როგორც კი პირველად გამოვიყენე ეს პრაქტიკაში, ჩემი ცხოვრება მყისიერად შეიცვალა. შევწყვიტე ჩემი ენერგიის ფლანგვა სხვა ადამიანების რისხვაზე. შევწყვიტე სხვისი ხასიათის გამო მსხვერპლად გრძნობა. გავთავისუფლდი და რა არის ეს მეთოდი, როგორ მუშაობს პრაქტიკაში და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, კოლეგებსა, მეზობლებსა, ნათესავებსა, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თქვენს ნერვიულობას და გაღიზიანებას ახდენენ. ამას რამდენიმე წუთში გაგიმხელთ, მაგრამ სანამ პრაქტიკულ რჩევებზე გადავალთ, მინდა ერთი რამ გაითვალისწინოთ. ყოველი გაღიზიანება, ყოველი კონფლიქტი, ბრაზის ყოველი აფეთქება სიკვდილის განაჩენი არ არის. ეს ნიშანია, სიგნალი იმისა, რომ ჩვენში არჩევანია და სანამ ამ არჩევანის ამოცნობას და ემოციების კონტროლს არ ვისწავლით, ჩვენ საკუთარ თავს კარგავთ. და კიდევ ერთი აზრი, რომელიც დაგეხმარებათ, მოემზადოთ იმისთვის, რასაც შემდეგ განვიხილავთ. ადამიანები, რომლებიც აუტანლად გვეჩვენებიან, ხშირად თავად იტანჯებიან, განიცდიან ტკივილს, შიშს ან გაურკვევლობას
და ამ გაგებით თქვენი სიმშვიდე არა მხოლოდ თვითგადარჩენის აქტია, არამედ სიბრძნისა და თანადგობის აქტიც. თქვენ შეისწავლით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში, ყველაზე დაძაბულ სიტუაციებში, რთულ ადამიანებთან ურთიერთობაში, სტრესისა და გაღიზიანების გარეშე და შინაგანი თავისუფლებისა და ჰარმონიის შეგრძნებაში, მაშინაც კი, როდესაც ქაოსი გეუფლებათ. და რაც მთავარია, თქვენ მიხვდებით, რომ სიმშვიდე არ არის აბსოლუტური მიზანი. ეს არის უნარი, რომლის განვითარებაც შესაძლებელია. უნარი, რომელმაც ჩემი ცხოვრება უფრო მარტივი, ბედნიერი და კიდევ უფრო მხიარული გახადა. ასე რომ, ბოლომდე ჩემთან დარჩით. გპირდებით, რომ ეს ვიდეო შესწვლის თქვენ შეხედულებას კონფლიქტებზე, ადამიანებზე და საკუთარ თავზე. ადრე მჯეროდა, რომ ადამიანის ძალა პასუხის გაცემის, ბოლო სიტყვის თქმის, ჩემი სიმართლის დამტკიცების უნარში მდგომარეობდა და ამას ოსტატურად ვაკეთებდი, ზოგჯერ ჭკუითაც კი. მაგრამ ყოველი ასეთი გამარჯვებული კამათის შემდეგ, რატომღაც ვგრძნობდი სიცარიელეს. დიახ, თითქოს ვიმარჯვებდი, მაგრამ შიგნით მძიმე ნალექი რჩებოდა, რადგან როგორც ჩემი ბაბუა ამბობდა, შეიძლება კამათში მოიგო, მაგრამ სული დაკარგო. ძველ დროს მაღაზიაში ვმუშაობდი და ვეხმარებოდი მეპატრონეს, ხანდაზმულ ებრაელ მამაკაცს. მას ერთი საოცარი თვისება ჰქონდა, ვერავინ აბრაზებდა. მომხმარებლები კამათობდნენ, მომწოდებლები ვადებს აცილებდნენ, ვიღაც უხეში აღმოჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ ის უბრალოდ იღიმოდა და მშვიდად ლაპარაკობდა. მშვიდობა ჩემი კაპიტალიაო. თუ დავკარგავ, ვინ დამიბრუნებს? და ერთ დღეს ვეღარ გავუძელი და ვკითხე, როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო, როცა ხალხი საშინლად იქცევა. მან შემომხედა და მითხრა, შვილო, არ არის აუცილებელი შხამი დალიო მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გთავაზობს. ეს ძალზე დასაფიქრებელი ფრაზა იყო. ჩვენ ხშირად ვუშვებთ სხვების სიტყვებსა და ემოციებს, რომ ჩვენი მდგომარეობა მოიწამლოს. თითქოს ვიღაც სიმწარის ჭიქას გვაწვდის და ჩვენ ვიღებთ და ვსვამთ და კიდევ წუწუნებთ, თუ რატომ გრძნობ თავს ასე ცუდად. მას შემდეგ დავიწყე საკუთარი თავის დაკვირვება და შევამშნიე, რომ ყველაფერი იწყება არა იმით, თუ რას აკეთებს ადამიანი, არამედ იმით, თუ როგორ ვირჩევ ჩემ გრძნობას ამის შესახებ. როდესაც ვინმე უხეშია, შემიძლია ეს პირად შეურაცხყოფად მივიღო, ან როგორც მისი შინაგანი ტკივილის ანარეკლი. როდესაც ვინმე ცდილობს ჩემს პროვოცირებას, შემიძლია ავფეთქდე, ან უბრალოდ შევჩერდე და არ მივცე ემოციებს უფლება, რომ ვიღაცა მართოს. ეს არის პირველი სიბრძნე, რომლის გაზიარებაც მინდა თქვენთან. ნუ მოახდენთ მყისიერ რეაგირებას. დუმილის ერთი წუთი 100 სიტყვაზე მეც ზოგავს. არსებობს გამონათქვამი, ვინც იცის როგორ შეიკავოს თავი რისხვის მომენტში, ბევრი შეცდომის პატიებას იმსახურებს. ეს პრაქტიკაშიც გამომიცდია. ერთხელ შეხვედრაზე ძალიან ფიცხმა კაცმა ხმისაწევა დაიწყო და დამადანაშაულა, რომ არაფერი მესმის ამ საკითხში. ადრე მაშინვე იმავე ტონით ვუპასუხებდი, მაგრამ იმ დღეს უბრალოდ შევხედე და გავჩუმდი. 1 წუთის შემდეგ ისიც გაჩუმდა. 10 წუთის შემდეგ კი მითხრა, ბოდიში, ცდებოდი. და მივხვდი, რომ რაღაც მომენტში დუმილი მართლაც უფრო ძლიერია, ვიდრე ყვირილი. მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დუმილის შენარჩუნება, არამედ გაცნობიერებული დუმილის შენარჩუნება. არსებობს განსხვავება თავშეკავებულ დუმილსა და შინაგანი გაღიზიანებით სავსე დუმილს შორის. ამიტომ მეორე სიბრძნე ასეთია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე არა იმიტომ, რომ არ გაინტერესებთ, არამედ იმიტომ, რომ ქაოსს სიმშვიდეს ანიჭებთ უპირატესობას. თუ ვინმე ცდილობს თქვენს გაღიზიანებას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მას თქვენი შინაგანი სამყაროს კონტროლის უფლება მიეცით და რატომ უნდა დაუშვათ საკუთარ თავზე სხვების ძალაუფლება. ადამიანი, რომელიც გაღიზიანებთ, ყოველთვის თქვენზე არ არის გაბრაზებული. ზოგჯერ ის უბრალოდ უბედურია, დაშავებული
დაკარგული არის. და როგორც ერთხელ თქვა ერთმა მოხუცმა, თუ ძაღლიყებს, ეს არ არის მიზეზი, რომ თქვენც იგივენაირად უპასუხოთ. მაგრამ როგორ ვრცელდება ეს რეალურ ცხოვრებაში? მაგალითად, როდესაც მუშაობთ რთულ უფროსთან, ან ცხოვრობთ ადამიანთან, რომელიც მუდმივად წუწუნებს, ან ყველაფრით უკმაყოფილოა. ნუ მიიღებთ პირადად ყველაფერს. ადამიანები ხშირად ემოციებს გარშემო მყოფებზე გადაიტანენ ხოლმე. და ეს თქვენ კი არა, მათ ეხებათ. თქვენი სიმშვიდე თქვენი პასუხისმგებლობაა და არა მათი. ნუ ეცდებით სხვების ძალით შეცვლას. არავინ იცვლება ზეწოლის ქვეშ, მაგრამ თუ პატივისცემასა და სიკეთეს შეინარჩუნებთ, როცა ვიღაცა გაღიზიანებთ, ეს პატივისცემას იწვევს. მაშინაც კი თუ ადამიანი ამას არ ავლენს. ისწავლე გაშვება. ებრაულ კულტურაში არსებობს კონცეფცია ნდობა ღმერთის მიმართ. ნდობა იმისა, რომ ყველაფერს რაც ხდება, აქვს აზრი. როდესაც ამის გამოყენება დავიწყე, მივხვდი, რომ ყველა კამათში გამარჯვება და ყველა სიტუაციის კონტროლი საჭირო არ არის. ზოგჯერ ჯობია გაუშვა და ცხოვრება ყველაფერს თავად მოაგვარებს. ერთხელ ბიზნეს პარტნიორთან ვკამათობდი. ვერ შევთანხმდით რაღაც უმნიშვნელო საკითხზე, მაგრამ ორივე ჩვენს პოზიციას ვიცავდით. გრძნობდი, როგორ იზრდება ჩემი გაღიზიანება. და უცებ გამახსენდა სიტყვები მამათა თავებიდან. ვინ არის ძლიერი? ის, ვინც თავს აკონტროლებს. ღრმად ჩავისუნთქე და ვუთხარი. იცი, მგონი მართალი ხარ და გავჩუმდი. ის გაოგნებული დარჩა. ერთი დღის შემდეგ მან თავად დამირეკა და კომპრომისი შემომთავაზა. გაცილებით უფრო სასარგებლო, ვიდრე ველოდი. ასე მივხვდი, ზოგჯერ დათმობა სისუსტე კი არა, სიბრძნეა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მივხვდი, იყო ის, რომ სიმშვიდე თავისით არ მოდის. მას ვარჯიში სჭირდება, როგორც კუნძს. ყოველ ჯერზე, როცა გაღიზიანებას არ დანებდი, უფრო ძლიერი ხდები. ყოველ ჯერზე, როცა პატიობთ განაწყენების ნაცვლად, თქვენ სულიერად იზრდებით. ყოველ ჯერზე, როცა უხეში ადამიანის მიმართ იღიმით, რისხვის ციკლს არღვევთ და არაძლიერებთ მას. რომ დაფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ იქცევა ვინმე ცუდად. შესაძლოა მის სულში სიცარიელია და როდესაც რისხვას რისხვით პასუხობთ, თქვენ სამყაროს მხოლოდ ტკივილს უმატებთ და როდესაც სიმშვიდეს ინარჩუნებთ, მასში სინათლე შემოგაქვთ. მაგრამ ეს ხომ რთულია? დიახ, რთულია. მაგრამ რა არის უფრო ადვილი? გაღიზიანებაში ცხოვრება? უფრო ადვილია საკუთარი თავის შიგნიდან გამოწვა, სხვა ადამიანის ქმედებების გამო. არსებობს შესანიშნავი იგავი. ერთმა სტუდენტმა მივიდა რაბინთან და უთხრა: ერთ ადამიანს ვერ ვიტან, ის გამუდმებით მაღიზიანებს, ჭკუიდან მშლის. რაბინმა გაიღიმა და უპასუხა: ის შენი საუკეთესო მასწავლებელია, რომ სწორედ მისი მეშვეობით სწავლობს შენ საზღვრებს და მათი გაფართოებას. ეს არის სიბრძნის არსი. რთული ადამიანები შემთხვევით არ ჩნდებიან ჩვენ ცხოვრებაში. ისინი გვაჩვენებენ, თუ სად უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. დიახ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სიმშვიდე. ზოგჯერ ემოციები მაინც დომინირებს, მაგრამ ახლა უფრო სწრაფად ვუბრუნდები ბალანსს, რადგან ვიცი, რომ ეს ჩემი არჩევანია და როდესაც შინაგანად იცვლები, შენს გარშემო სამყაროც იცვლება. ადამიანები, რომლებიც ადრე გაღიზიანებდნენ, მოულოდნელად რბილდებიან. ურთიერთობები, რომლებიც უიმედო ჩანდა, იწყებს გაუმჯობესებას. სიმშვიდე გადამდებია. ის ვრცელდება როგორც სანთლის შუქი, რომელიც კიდევ ერთ სანთელს ანთებს. თუ აქამდე უყურეთ, ესე იგი უკვე გადადგით პირველი ნაბიჯი. თქვენ დაიწყეთ მოგზაურობა შინაგანი სიმშვიდისკენ. და აქედან ყველაფერი უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ჩანს. სიმშვიდე თანდაყოლილი ნიჭი არ არის, არამედ უნარი, რომელსაც ყოველდღიურად ეტაპობრივად ავარჯიშებ. პირველი სიტუაცია სამსახურში კონფლიქტია. წარმოიდგინე, რომ ოფისში შედიხარ და შენი კოლეგა
გესალმება სიტყვებით. ისევ არასწორად გააკეთე. ტონი უხეში, გამომეტყველება კი გამომწვევი. შენში ყველაფერი ფეთქდება. რას გულისხმობ არასწორად? მთელი ღამე ამ პროექტზე მუშაობდი და სწორედ აქ იწყება გაწვრთნა. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, არის მაშინვე არ უპასუხოთ. სიტყვა სიტყვით, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, მიეცით თქვენ გონებას საშუალება, დაეწიოს თქვენს ემოციებს. მე ამას წმინდა პაუზას ვუწოდებ. ამ რამდენიმე წამში თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას. გამოხატოთ თქვენი გაღიზიანება თუ შეინარჩუნოთ თავი. მეორე ნაბიჯი არის ადამიანის და სიტუაციის გამოყოფა. უთხარით საკუთარ თავს. ის ახლა ჩემს წინააღმდეგ არ არის. ის უბრალოდ სტრესშია. გაბრაზებულია საკუთარ თავზე. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ყველაფრის პირადად აღქმა. შემდეგ შეგიძლიათ ფრთხილად და მშვიდად უპასუხოთ. მესმის, რომ უკმაყოფილო ხარ. მოდი მშვიდად განვიხილოთ, რა არის გამოსასწორებელი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს რეაქცია ხშირად ანეიტრალებს მეორე ადამიანს. ის კონფლიქტს ელის, მაგრამ ღებულობს პატივისცემას. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გარკვეული დროის შემდეგ იგივე კოლეგა უფრო დიდი ნდობით დაეწყებს თქვენთან მოახლოებას. იმიტომ, რომ თქვენს გარშემო სიმშვიდის ზალაა და ხალხს ყოველთვის იზიდავს ის, ვისაც შიგნით წესრიგი აქვს. სიტუაცია მეორე. შემაწუხებელი ნათესავი. ეს ყველაზე რთული ნაწილია. უცხო ადამიანი შეიძლება უხეში იყოს და შენ უბრალოდ წახვიდე, მაგრამ ოჯახს ვერ გაექცევი. ის გირეკავს, მოდის, მოითხოვს, გირჩევს, როგორ იცხოვრო. ადრე დავიწყებდი საბაბის მოძიებას, ან გაღიზიანებას, მაგრამ შემდეგ მივხვდი ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. იმიტომ კი არ საუბრობს, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოს. არამედ იმიტომ, რომ სურს იყოს გაგონილი. მათ სურთ ყურადღება, აღიარება, იმის განცდა, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია. ამიტომ ახლა უბრალოდ ვპასუხობ. გმადლობ თქვენი ზრუნვისათვის. ძალიან მიხარია, რომ ჩემზე ფიქრობთ. და სულ ესაა. და რა ხდება შემდეგ? ის მშვიდდება და ამბობს. კარგი, მე უბრალოდ ნერვიულობდი, ხომ იცი? აქ სიბრძნე მარტივია. ზოგჯერ ადამიანს არ სჭირდება მართალი იყოს. მას სჭირდება იყოს გაგონილი. და თქვენ სიმშვიდის შენარჩუნებით ზოგავთ ნერვებსა და ენერგიას, რომელიც უმჯობესია რაიმე სასიხარულოზე დახარჯოთ. მესამე სიტუაცია. ინტერნეტი და გამაღიზიანებელი კომენტარები. ვიღაცა თქვენს კომენტარის ქვეშ წერს. სისულელეებს ლაპარაკობ, სხვა ამატებს, ვის აინტერესებს საერთოდ შენი აზრი. ადრე ბრაზდებოდი და 3 აბზაციან პასუხს ვწერდი, რომლითაც ვარწმუნებდი, რომ ადამიანი ცდებოდა. ახლა უბრალოდ ვკითხულობ და ვფიქრობ. შესაძლოა ამ ადამიანს ცუდი დღე აქვს. არჩევანი მოახდინოთ რეაგირება თუ არა, ყოველთვის თქვენია. როდესაც უხეშობას უხეშობით პასუხობთ, თქვენ კონფლიქტს აძლიერებთ და როდესაც ჩუმად ხართ, აუფასურებთ მას. ჩემი ბაბუა ამბობდა, თუ ვინმე ტალაღს გესვრის, ნუ აიღებ მას ხელში და ნუ ისვრი უკან. ჯობია განზე გადი, მიეცი საშუალება, რომ თავად დაისვაროს. ცადე და ეს მუშაობს. შენი სამყარო უფრო მშვიდი ხდება, როცა ყვირილით არ უპასუხებ. მეოთხე სიტუაცია. ყოველდღიური წვრილმანები. ტრანსპორტი, მაღაზია, რიგები. შეიძლება წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ აქ ვკარგავთ ყველაზე ხშირად კონტროლს. ავტობუსი აგვიანებს, ვიღაცა პროვოცირებას ახდენს, გიბიძგებს. გამყიდველი უხეშია და უცებს შიგნით ყველაფერი დუხს. მაგრამ სწორედ ეს მომენტებია სიმშვიდის ნამდვილი ვარჯიში. ერთხელ შეხვედრაზე დავაგვიანე. საცობში ვარ გაჭედილი. იქ ვდგავარ, ნერვიულობ და ვფიქრობ, რატომ დღეს? მერე დავფიქრდი, რომ ყველაფერი, რაც ჩვენთვის დაგვიანებად გვეჩვენება, სინამდვილეში შესაძლებელია სხვისი ხსნა იყოს. როცა რაღაცა გეგმის მიხედვით არ მიდის, ვეკითხები ჩემ თავს.
იქნებ სამყარო უბრალოდ მიცავს უარესისგან. ეს მიდგომა ყველაფერს ცვლის. გაღიზიანება ქრება და მადლიერება კი ჩნდება. ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა რიგში დგახართ, მოთმინება ავარჯიშეთ. როგორც ერთმა ბრძენმა რაბინმა თქვა, ვინც იცის ლოდინი, ის ყოველთვის დროულად იღებს საჩუქრებს. მეხუთე, ყოველდღიური მცირე ვარჯიშები. იმისთვის, რომ მშვიდობა თქვენს ნაწილად იქცეს, რამოდენიმე მარტივ რჩევას მოგცემთ, რაც ნამდვილად მუშაობს. დილით, სანამ ტელეფონს აიღებთ, პირჯვარი გადაიწერეთ და უთხარით საკუთარ თავს. დღეს მე მშვიდობას ვირჩევ. ეს დღის ტონს ნებისმიერ ყავაზე უკეთ განსაზღვრავს და თუ აიწყვიდეთ, არც ეს არის დიდი ამბავი. ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს. უბრალოდ თქვით, კარგი, ხვალ კიდევ ვცდი. ყოველ შემთხვევაში დღეს რაღაცას მივხვდი. ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ და ემოციები ჩვენი ნაწილია. მაგრამ როდესაც მათ მართვას დაიწყებთ და არა პირიქით, თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონი ხდებით. ბოლოს და ბოლოს ფრაზი ცეცხლს გავს. თუ უკონტროლოდ დარჩება, ის თქვენს გარშემო ყველაფერს დაწვავს, მათ შორის თქვენს. მაგრამ თუ სწორად იქნება მიმართული, ის გაგათფობთ, ენერგიას მოგცემთ და ძალას, რომ გონივრულად იმოქმედოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ შინაგანი სიმშვიდე აკლიათ. და არიან სხვებიც, უბრალო, მოგრძალებული, მაგრამ დაბალანსებული, თავდაჯერებული, შიგნიდან კაშკაში. და ვინ არის უფრო ბედნიერი? რა თქმა უნდა, მეორე კატეგორია. ასე რომ, როდესაც ცხოვრება კვლავ რთულ ადამიანს დაგიპირისპირებს, ნუ იჩქარებთ გაბრაზებას. შეხედეთ მას როგორც სარკეს, რომელიც გიჩვენებთ. თუ სად შეგიძლიათ გახდეთ უფრო ბრძენი. დამიჯერეთ, ეს შესვლის არა მხოლოდ თქვენს დღეს, არამედ მთელ თქვენს ცხოვრებას, რადგან სიმშვიდე არ არის მხოლოდ რეაქცია, ეს არის ძალა, ეს არის სიმწიფე, ეს არის შინაგანი შუქი, რომლის ჩაქრობას არაფერს შეუძლია. როდესაც შინაგან სიმშვიდეს ინარჩუნებ, მას სხვებსაც გადასცემ, სიტყვის თქმის გარეშე. რატომ არის ეს დღეს ასეთი მნიშვნელოვანი? ჩვენ ინფორმაციული ხმაურის ეპოქაში ვცხოვრობთ. ყოველდღიურად ათასობით ხმა, სიახლე, მოსაზრება გვახვევს თავს და ყველა მათგანი რაღაცას მოითხოვს. ამან სამყარო უფრო ხმამაღალი გახადა, მაგრამ არა უფრო ბრძენი. და თუ არ იცით როგორ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ეს დინება წაგიღებთ. ამიტომ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნების უნარი აღარ არის ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა. როდესაც იცი როგორ იყო მშვიდი, იწყებ მეტის დანახვას. და ყველაზე საოცარი ის არის, რომ ადამიანები იწყებენ შენსკენ გადახრას. ისინი გრძნობენ შენში სანდოობას, თავდაჯერებულობას და სიღრმეს, რადგანაც ასეთი ადამიანები იშვიათია დღესდღეობით. უძველესი სიბრძნე, ყოველი დღე თქვენს გარშემო არსებული სამყარო იწყება თქვენში არსებული სიმშვიდით. აქ მოცემულია რამდენიმე მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევა. დაიწყეთ დღე მადლიერებით. იმისთვის, რომ გაქვთ სახლი, საკვები და ადამიანები თქვენს გარშემო. მადლიერება მშვიდობის საფუძველია. მიეცი შენს twins დასვენება. არ უყუროთ, ან ნაკლები უყურეთ ტელევიზორს და ახალ ამბებს. რაც მართლა მნიშვნელოვანია თქვენთვის, ისედაც გაიგებთ გარემოებიდან. სოფლიოში ყოველთვის არის ბევრი საზრუნავი, მაგრამ ყველა თქვენი არ არის. მშვიდობა არ ნიშნავს, რომ ყველას შენზე გამარჯვება მისცე. თუ ადამიანს არ ესმის თქვენი კეთილინების, უნდა თქვათ არა, მაგრამ მშვიდად, ფრაზის, დანაშაულის გზნობის გარეშე. ეს სიმწიფეა. როდესაც სული სინათლით არის სავსე, გაღიზიანება მას ვერ იპყრობს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გადის, კარგიც და ცუდიც. ასე რომ, როდესაც რთულ სიტუაციაში ხართ, უთხარით საკუთარ თავს, ესეც გაივლის. და როდესაც ბედნიერი ხარ, ისიამოვნე, ნუ აჩქარებ დროს და აიღე პირადი პასუხისმგებლობა.
თუ ამ ვიდეოს აქამდე უყურეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენში უკვე არის ძალა. ძალა, რომ შეიცვალოთ. ძალა, აერჩიოთ სიმშვიდე. მაშინაც კი, როცა მთელი სამყარო ყვირის. რადგან სწორედ ასეთი პატარა შინაგანი გამარჯვებებიდან იბადება ჰარმონია ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში. ასე რომ დააფასეთ თქვენი მშვიდობა. დაე თქვენი შინაგანი სიმშვიდე ნებისმიერ ქარიშხალზე ძლიერი იყოს. და თუ გრძნობთ, რომ ჩემი ნათქვამი თქვენს გულს ეხმიანება, გამოიწერეთ არხი. რადგან აქ, ამ ხმაურიან სამყაროში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ცხოვრებაზე, სულზე, აზრზე, ადამიანობაზე და კიდევ ბევრი საუბარი გველის, რწმენაზე, წარმატებაზე, სიყვარულზე, ბედნიერებასა და ნამდვილ სიხარულზე. და როგორც ერთი ბრძენი ამბობდა, როდესაც ადამიანი სინათლეს ატარებს, სიბნელეც კი გზად ევლინება. ეს სინათლე ყოველთვის თქვენთან იყოს.